მებზე ერთ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა მზადებას უკვე ვიწყებ ყველაფერი გაკეთება იმისათვის რომ კიდევ ერთხელ უკვე მეცხრედ გავიმარჯვოთ არჩევნებში საერთო ეროვნულ არჩევნებში ყველაფერი არის ამისთვის მზად წინა პირობები არის შესანიშნავი და პარტიის წევრებთან ერთად გვექნება საუბარი ყველა თემაზე. ბატონო ერეკლე ბორელმა უკვე ბრიუსელიდანაც დაწერა რომ მნიშვნელოვანია შესრულდეს დეპოლარიზაცია, რომ გითხრათ ამ მიმართულებით ქართულ ოცნებისგან რა ნაბიჯები იქნება და იქნება და რა ეტაპზე. აი აქ თუ შეიძლება ჩავაზუსტებ, აქ აღნიშნულია ამ წერილში რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის პოლარიზაციის გზა. დეპოლარიზაცია არის რა თქმა უნდა ყველაზე რთული ამოცანა. ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე, ხელისუფლებაზე. იცით რომ ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ყველაფერს და მთავარი ძალა ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს საქართველოში, მანამდე პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. გულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ NGO-ებს, მედია საშუალებებს, ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვევენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი პატრონებისგან. რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს. მე მინდა გითხრათ, რომ პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებით თავის დასკვნებს გამოიტანს. სწორედ იმპიჩმენტი არა, არამედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის მაპოლარიზებელი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ერეკლე, იგივე თემა რომ გავაგრძელოთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი უკვე დაიწყო, ხო? ნაბიჯები, პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი. კიდევ ერთხელ რა მოლოდინები გაქვს და ასევე პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს ოპოზიციის წარმომადგენლებთან 2 დღეა. ესეც რომ შეაფასოთ. აქვე ჩაგეკითხა. რა მიზანს ემსახურება მისი შეხვედრები ოპოზიციასთან? იგივე შეკითხარი და ჩაგეკითხებით ბატონო ერაკლი, ბორელი აცხადებს, რომ ეხა პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება არის ხელი შეშლა, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე და არის დაუშვებელი. რას უპასუხობთ თქვენ ამ ბოლო გაფრთხილებაზე? სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, ის მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. ეს ერთი და მეორე კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ განსაჯოს ვის ინტერესებშია პოლარიზაცია. მეორე კითხვა რა იყო? ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაცია. რაც შეეხება, კი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილის რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია. თქვენ იცით, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მოერიდა დანაშაულის შადენას. ანუ იცოდა, რომ ახორციელებდა არაკონსტიტუციურ ვიზიტს, არალეგიტიმურ ვიზიტს და შესაბამისად თავად გასცია ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა შესაბამის ვიზიტებში. ეს ნიშნავს რას? რომ დანაშაულის ნაწილში მას ვერ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი, ამიტომ ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, იმიტომ რომ სწორედ აქ ქონდა სალომე ზურაბიშვილის რადიკალური ოპოზიციის კოლექტიური ნაწმოძრაობის იმედი, ისინი მოქმედებენ ერთ-ერთ კრიზისში. ბორელის გაფრთხილების მიუხედავად იმპიჩმენტზე მუშაობას განაგრძობთ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. რას ქვია კაცო? ადამიანმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ კონსტიტუცია. და გავიმერებ. იმპიჩმენტს. იმპიჩმენტის საკითხი არის აღზრული, დღეს ოფიციალურად შევიდა დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც დაბრუნდება საკითხი ბუნებრივია პარლამენტში. რა თქმა უნდა, 100 ხმის ასე ვთქვათ, რესურსი არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ დადგინდება სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რაც არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. და ასევე კიდევ ერთხელ მოხდება იმის ილუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია კოლექტიური ნაწმოძრაობა ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ, მათ ყავთ საერთო პატრონი. განცხადებაზე უნდა კითხოთ გვანისაუბრა, რომ საეჭვოდ ემთხვევა, რომ რუსეთის ნაბიჯებს არ აკრიტიკებს ქართული ოცნება, თუმცა პრეზიდენტთან დაკავშირებით ყოველთვის აკრიტიკებენ და ასე ვთქვა, რომ აი დოკუმენტზე ხელმოწერებით დასტურდება თუ ვინ უშლის ხელს ევროინტეგრაციის გზას. ხო, ანუ სხილაძის კომენტირება არ არის ჩემი საქმე.
მე ვაკეთებ კომენტარებს პოლიტიკოსების განცხადებებზე, თუ რამეს თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილს, კეთილინებოსთა თვითონ თქვას. ბატონო ირაკლი, პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით რო დაუბრუნდეთ ისევ იმ თემაზე დააფინანსა, როგორც ვიცით, მისის მოგზაურობა საიდან აქვს პენსიონერ მამას პრემიერისას 35,000 евро მოგზაურობების დასაქმებაზე. რო ვისაუბროთ და დავასრულოთ, ანზორ ჩუბინიძე კი ბატონო ისაუბრა, რომ უпростоრ პრემიერმა თავად გასწია ეს ხარჯები, თუმცა ამის მიუხედავად ოპოზიცია მაინც იტყვა და ამის დოკუმენტაციაც არსებობს. იგივე გეკითხებით ბატონო ირაკლი, 390,000 ლარი დაჯდა ეს ჩარტერი და ჩუბინიძემ განაცხადა, რომ 90,000 ლარი ყოლი. ანუ ევრო გადაიყვანთ ლარებში საიდან 34,000 евро არის 34,000 ნუ საიდან ქონდა ჩუბინიძემ გააკეთა განცხადება რომ მამამ გადაიხადა საიდან ქონდა მამას ეს თანხა როდის გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი თუ განიხილება იმიტომ რომ ოპოზიციის ნარატივით შევა ანონდელობის თანახმად შემოსავლები ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში შესაბამისად ყველაფერი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო სრული ინფორმაცია ისედაც გაუზიარა შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას ყველაფერი არის სათანადოდ კანონის შესაბამისად გაკეთებული თქვენ გახსოვთ რომ ნაცმოძრაობის ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას მას მილიონობით თანხები აქვს დახარჯული საკუთარი საუბარი ბატონო ირაკლი პენსიონერ მამას საიდან ქონდა ეს თანხა შეიძლება დააგროვოს თუნდაც რამდენიმე განმავლობაში ეს თანხა რო ერთი მოგზაურობა დაუთავრებინეთ არ მოგწევთ მე მგონი ეს რაც შეხება ნაცმოძრაობის ბელადს საკუთარი კეთილდღეობისთვის ის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს თქვენი ბელადი და თქვენ გახსოვთ წლების განმავლობაში ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რადიკალური ოპოზიცია ამბობდა რომ ეს იყო ლეგიტიმური და პიჯაკების საქმეს ეძახდა ამ საქმეს. რა შუაშია პიჯაკები? კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დახარჯა მილიონობით საბიუჯეტო თანხები, რესურსი. ეხლა იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს. საიდან ქონდა პენსიონერ მამას ეს თანხა? მე ხო არა ვარ კონკრეტდება და ამავდროულად ჩემი პრეროგატივა ხო არ არის ამის თქმა. ყველაფერი სუბტად და ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს. ყველაფერს გაიგებთ აბსოლუტურად, ყველაფერი არის სუბტად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით. მიხეილ პოდოლიაკმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. თუ არ გავხსნით მეორე ფრონტს. ეს არის პოდოლიაკის ოცნება, რაზეც საუბრობდა არაერთგზის პოდოლიაკს უნდა საქართველოში მეორე ფრონტი. თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, მას გონია რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის, ასე ვთქვათ, ფიქრები, ჩვენ სხვა მიზნები გამოძრავებს და სხვა დღის ეს რიგი გამოძრავებს, არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ბატონო ირაკლი, ჩინეთთან მიმართებაში, აი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რატომ მივდივართ იმ გზით, როგორც რუსეთი და მარტო ორი ქვეყანა არის საქართველო და რუსეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადება მანამდე თქვენ იცით რომ იყო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რაზეც მიღწეული იქნა შეთანხმება ძალიან კარგი მიმართულებით მივდივართ ღრმავდება თანამშრომლობა და ეს არის ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ ჩინეთთან ეს არის სპეკულაციაც არ არის სპეკულაცია ჩვენთვის არის პრინციპულად ნიშნულოვანი ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, თუ ვინმეს ეს არ მოწონს, არის სწორედ გლობალური ომის პარტია თავისი აგენტურით. მხოლოდ ისინი ღელავენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იციან ჩინეთთან თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე არ მიკვირს, რომ ასე ღელავს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ასევე ღელავენ მათი პატრონებიც. ევროინტეგრაციის კონტექსტში კუბილოსმა გააკეთა ბატონო ირაკლი განცხადება და სლოვაკეთის მაგალითი მოიყვანა, რომ აი წლების წინ, როდესაც სლოვაკეთის სრულდა ევროკავშირში გაწევრიანება, იყო საუბარი, რომ შეუძლია გაწევრიანდეს, თუმცა არა ასეთი მთავრობით. ახლა მან ისაუბრა, რომ მალე საპარლამენტო არჩევნები მოდის და ქართულმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ევროინტეგრაციის ბედი. აი როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას? რას ნიშნავს? კუბილიუსი ვერ წარმოუდგენია საქართველოს ევროკავშირში
გარეშე, ნაცმოძრაობის გარეშე. უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, გასაგებია მათი მეგობრობა, მათი ურთიერთობა, ვინ არის კუბილიუსი ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია ნაცმოძრაობის გარეშე ევროკავშირი. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ხალხის ძალაში და ასევე საექსპერტო წრეებში ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში წინასაარჩევნო და ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პლატფორმების შექმნან, რომლებიც თითქოს არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ასეთი ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პლატფორმა სახელდება ნინო ლობჯარიას პარტია ორბიტაც, როგორც ფიქრობთ, დაიჯერებს საზოგადოება ამ ხალხის პლატფორმების ნეიტრალობას და თუ მოხდება მათი კონკრეტული პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირება. ეს ხო ბატონო ირაკლი, ხალხის ძალა ასევე საუბრობდა, რომ ფაშისტური ორგანიზაციის შექმნა უნდათ, რომელიც თქვენ და გამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას გაიყვანს, გადალახავენ თვითონ ბარიერს და შემდეგ კოალიციას შექმნიანო, ამ პერსპექტივასაც როგორ უყურებთ? ეს ხო არ არის პირველი მცდელობა. მანამდე ჰქონდა გლობალურ ომის პარტიას მცდელობა 2020 წელს. ეს იყო, როგორც მაგას ხო ლელო იყო 2020 წელს. ამის მცდელობა ცადეს რომ რაღაცნაირად წარმოეჩინათ ლელო როგორც შუაშისტური ფრთა, რომელსაც ნაცმოძრაობასთან ერთად მოგვიანებით უნდა დაელაგებინა კოალიცია, არ გამოვიდათ, ხო? ახლა ლელო როგორ უნდა წარმოაჩინოს შუაშისტად, როცა პირდაპირ ბიზნესის რეგეთში იყო ჩართული მათი ლიდერი ნაცმოძრაობასთან ერთად, ხო? ვიცით ბატონ ირაკლი ხაზარაძე ცილიწამებასთან დაკავშირებით აი ამ ფაქტებს უკვე უპასუხე მაგ შეკითხვას ეს ერთი. რას უპასუხებთ? მაგას უკვე უპასუხე. შეუძლია უჩილოს საბასაც და გრიგოლ გეგელიას კიდე ზევიდან მოყოლებული. ეს ერთი. ხო, ამომივარდა ხა. პერსპექტივას როგორ უყურებთ ეს? ხო, ეს ერთი. პირველი იყო 2020 წელი, 2021 წელი იყო გახარია. აქაც სადეს, როგორ იტყუებოდა მაშინ იგივე ნაცმოძრაობის კუთვნილი მედია გახსოვთ, ხო? მთავარი და პირველი ფორმულა იტყუებოდნენ, რომ თითქოს მაშინ ესეთი ნარატივი ჰქონდათ, რომ გიორგი გახარია იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ვერ მოატყუეს ვერც იქ საზოგადოება. ეხლა ლომჯარიათი როგორ უნდა მოატყუო ქართული ხალხი ეს ხო წარმოუდგენელია. ეს ადამიანი პირდაპირ ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, ნაციონალი, გაქანებული ნაციონალი და უნდათ რომ ლომჯარია გახარია ვერ მიყიდეს საზოგადოებას, რომელიც პრემიერი იყო მანამდე ქართულ ოცნებაში, რამდენიმე თვით ადრე, ხო? გახარია ვერ მიყიდეს და ლომჯარია როგორ უნდა მიყიდო შუაშისტად ქართულ საზოგადოებას, ეს აქედან ჩანს რომ ეს ადამიანები მათ შორის ჩვენი აქ რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები საერთოდ ვერ გრძნობენ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში, ვერ გრძნობენ იმას, რომ მაგალითად ლომჯარიას ვერ მიყიდი ხალხს შუაშისტად, ან ვერც დათო ტურაშვილს ვერ მიყიდი ხალხს შუაშისტად. კაცი გამოდის კეზერაშვილის ტელევიზიიდან, იმას რაღაც მაღალ მატერიებზე მოძღვრავს მართლა. საზოგადოება სწორად იყო ამ წერილში ნათქვამი. ხა ესეთი კაცი როგორ უნდა მიყიდო ხალხს? მათ რა ქვია, შუაშისტად. რა თქმა უნდა ვერ მიყიდი. აქედან გამომდინარე, ეს არის მორიგი წარუმატებელი მცდელობა იმისა, რომ რაღაცა შუაშისტური, რეალური, ნაციონალური, ასე ვთქვათ, ძალა შექმნა, როგორც ჩავარდა წინა პროექტები, ასევე ჩავარდება, რა თქმა უნდა, ეს პროექტიც, ნებისმიერი სხვა პროექტიც, საზოგადოება მიცის, რომ არის სინამდვილეში სამწუხაროდ ორი მხარე. ეს არის ქართული ოცნება და ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მთელი ეს პროცესები წარიმართება ამის გარშემო, რატომ? იმიტომ რომ რეალურად რესურსები არის კონცენტრირებული ორი მიმართულებით, ხო? რომ ავიღოთ მაგალითად ოპოზიციური ტელევიზიები, ასევე ფული ოპოზიციაში რაც არის, ყველაფერი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელში. აქედან გამომდინარე, სხვა ძალა სამწუხაროდ, ეს სამწუხაროა რეალურ მესამე ძალას, არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ასე ვთქვათ, შემოვიდეს სათანადოდ პოლიტიკურ პროცესში, რაც ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან მარტივად გაშიფრავს ნებისმიერ ასეთ ცდელობას, რომ ნაცური, ასე ვთქვათ, ახალი გაერთიანება ვიღაცას შეასაღო, როგორც რაშუაში შეასაღო, როგორც შუაშისტური წარმოდგენა. ბატონ ირაკლი. ლომჯარია ხო, თქვენს ხო იცით, რომ ნაცია. ბატონ ირაკლი, მიშა მშვილდაძის საქმეში გარდა იმისა, რომ ერთი ადამიანი რომელმაც არც მშვილდაძე და არც მისი საქმე საერთოდ არ მაინტერესებს. მედიაზე ზეწოლის ეს არ არის მედიაზე ადამიანს თავში ეს არ არის მედია. აქვს ანთებული ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაუკვეთავს მედიაზე თავდასხმას, დაუჟელად რჩებიან ისინი. ერთი მე როგორც ვიცი, საშელი დადგა. და მე შვილდაძე დამკვეთები გამოკვეთა გამოძიებამ. არც ერთი მათგანი არ არის პასუხებაში მიცემული. ის პირები, რომლებიც მიიყვანა თავდამსხმელები შვილდაძესთან, სადაც იმყოფებოდა, მაგრამ მე გეტყვით. გამოკვეთა შვილდაძეს არავითარი კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ არ მაინტერესებს მე არც შვილდაძე და არც მისი საქმე.
და მისი ცემის ფაქტიც არ გაინტერესებს. არ მაინტერესებს რაც სულდაძეს უკავშირდება ანუ ამ კომენტარით წვანეს უშვებთ თქვენ ვინც დაესწრება მედიას დაუჯელობის სინდრომი არის დაგულიანებთ? არაფერში არ არის არანაირი განსაკუთრებული ინტერესი ხდება სხვა ტიპის დანაშაულებიც ხო ქვეყანაშიც და ყველაფერი მნიშვნელოვანია ბუნებრივია მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი სულდაძის და მის საქმის მიმართ მე არ მაქვს როგორც მაქვს სხვა საქმეებთან დაკავშირებით ინტერესი ზუსტად ასეთივე ინტერესი მაქვს ნიშამ სულდაძის საქმის მიმართ არავით არის განსაკუთრებული ინტერესი არ იმსახურებს მოქალაქე არ არის დაინტერესების ობიექტი და ეს სამართლობა რაც მას გადახრა არა ახსენებ როგორც 1%-იან ყველაზე ასე ვთქვათ არაღირებულ ინვესტიციას, რომელიც განახორციელა გეზერაშვილმა. ხო, ორი საოცარი ინვესტიცია აქვს. იგი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ აფასებს, იმიტომ გვაქვს 1% რეიტინგი. საზოგადოება აფასებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტელეკომპანიას და ამიტომ არის თქვენი რეიტინგი 1%. ორი ყველაზე არა, შესაბამისი კომპანიები არსებობს, ვინც ზომავს ამ რეიტინგებს, ეს მარტივად იზომება. ამიტომ თქვენი, არა, თქვენიც ზომავს. თქვენიც ნაციონალების კომპანიაც, ნაციონალების კომპანიაც არსებობს, რომელიც ზომავს ამას და ნახეთ იქაც რა რეიტინგი გვაქვს 1%-იანი ტელევიზიაა ხო ფორმულა ორი ღირება ჩვენ ტელევიზიები რა შუაშია თქვენ თუ გაინტერესებთ არანაცური ტელევიზიები აქვს ნაცურ ტელევიზიებზე დაახლოებით 7-ჯერ მეტი რეიტინგი არანაცურს ესე იგი ხოცურს თქვენ ამ სიტუაციაში მე როგორ გამომიჭრები არ არსებობენ და გამოდის რომ ესე იგი ხოცური ტელევიზია რაც უნდა მოიდომოს სულ რომ გამოსაჭერი თემა იყოს ვერ გამომიჭერ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ფორმულა არის 1%-იანი ტელევიზია და ეს არის ყველაზე საოცარი ინვესტიცია რაც აქვს მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული ნაძარცვი ფული გეზერაშვილს ამ ტელეკომპანიაში და ორი საოცარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ერთი 1%-იანი ფორმულა და მეორე 1%-იანი ხაბეიშვილი ერთი მედიაში მეორე პოლიტიკაში ძალიან კარგია თუ ასე გააგრძელებს პენსიონერების ნაძარცვით გააფინანსებთ მაშინ ეგრე გამოდის მეგონი აიჭერეთ ახლა და არა ვიწერეთ ბატონო ერაკლი ნამდვილად